კრიპტოვალუტის მითვისების საქმის განხილვა დაიწყო. ხტომაზე დაიკითხა მსჯავრდებული ბაჩიაშვილი, რომელმაც ბრალდების მხარის ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა და სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად საქმის პოლიტიზირებას სცადა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მის მიერ ჩადენილი დანაშაული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილის წერილობითი აღიარება, ოფიციალური მიმოწერა კრიპტო პლატფორმასთან, სადაც თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ინვესტიციის უდიდესი ნაწილი ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. ხშირად ვაცხადებდი, რომ მისი აღიარების დოკუმენტი არსებობდა და ეს არაერთხელ მოახდინე ამის დემონსტრაცია, მათ შორის კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ საზოგადოებას. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეში ეს დოკუმენტია. წერილში, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი კრიპტო პლატფორმას ოფიციალურად მიმართავს, აღიარებს, რომ 6,5 მილიონიდან მისი წილი მხოლოდ 1,5 მილიონია, ხოლო 5 მილიონი ინვესტორს, ანუ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილი პირველი ინსტანციის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში. დღეს კი პირველი სასამართლოს ხდომა ჩატარდა. სადაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიკითხა, თუმცა მსჯავრდებულმა ბაჩიაშვილმა პროკურორის კითხვებს პასუხები ვერ გასცა. ამის ნაცვლად კი საქმის პოლიტიზირება არჩია. ის ოფიციალურად მიმართავს კრიპტო პლატფორმას, რომ მისი მონაწილეობა კომპანიის სახელით ემთხვევა ბუნებრივი აბსოლუტურად ყველაფერი. იყო მხოლოდ და მხოლოდ 1,5 მილიონი და ფინანსა პლუს პროცენტი. ეს არის გიორგი ბაჩიაშვილის საკუთარი სახელი, საკუთარი პასუხისგებლობით შექმნილი იმეილი და ეს მტკიცებულება მოპოვებული არის მათ შორის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში. ეს არის აღიარება. ამას ვერ დავებოდით, სხვას მეც არაფერს, რომ მისი წილობრივი მონაწილეობა მხოლოდ 1,5 მილიონი იყო. შესაბამისად, მოცემულობა ძალიან მარტივია, მისი დანაშაული ძალიან მარტივად დასტურდება. მხოლოდ მარტო ეს მტკიცებულება რო ავიღოთ, სხვა დანარჩენს თავი გავანებოთ. შესაბამისად, დანარჩენი ქმედებები, რაც განახორციელა, არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, ხელფასთან დაკავშირებით, არის თითქოს და რაღაც ურთიერთობებში მონაწილეობა და ასე შემდეგ, უბრალოდ მისი საწინააღმდეგო არის. დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დაკითხვისა და ჩვენების უფლება მიეცა. თუმცა მსჯავრდებულმა ბაჩიაშვილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არჩია. მოსამართლესა და პროკურორს სანქციებზე მიუთითა, თავის გასასამართლებლად კი მთავარ მტკიცებულებად საიასა და გამჭვირვალობას საქართველოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნები წარმოადგინა. მე პირადად ნული მაქვს მთელი საქართველოს მარსაჯულების სისტემის დობრა. დაასანქციონეს ყველა ამის ორივე უფროსი, ამ ბატონის ორივე უფროსი დაასანქციონეს. ამ სასამართლოს ხელმძღვანელები და ყველა უბრალოდ დაასანქციონეს თუ გლობალურობის პარტია ეკუთვნის ყველას. საიას გამჭვირვალობის საქართველოს მიერ ცალკე ჩატარდა შესწავლები და სამართალთან საერთო არაფერი არ უნახია ამ საქმეს. გიორგი ბაჩიაშვილის სამართლებრივი საქმის პოლიტიზირებას ცდილობს კოლექტიური ნაცმოძრაობა. რადიკალები თაღლითობაში და დიდი ოდენობით თანხების უკანონოდ მითვისებაში მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ჩვენი მხარდაჭერა ბაჩიაშვილის მისი უკანონო დაკავების. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის დაცვას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები რომ აქვს, ეს არ უკვირთ მართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, თაღლითობაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სიტყვას საზოგადოებაში ფასი არ აქვს. სასამართლო მიდის, მაგრამ ადამიანი არის დადასტურებული სასამართლოს მხრიდან, რომ არის თაღლითი, რომელმაც $1 მილიარდზე მეტი მიისაკუთრა, შემდეგ მანქანა იყიდა, გადააკეთა, საბარგულში ჩაიმალა, ისე გადაკვეთა საზღვარი, ანუ არის ჩვეულებრივი მაქინატორი ადამიანი, ასე რომ ხა მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი, მე მგონი მას თავადაც არ უნდა უკვირდეს. მთელი საზოგადოება უყურებს, ხედავს ვინ არის პიროვნულადაც, ვინ არის თავისი ქცევით, თავისი დანაშაულებით. და ანჩეს სასამართლო განიხილავს და დაადგეს. ოპოზიცია ყოველთვის გება კრიმინალის მხარეს და ჩვენ ხედავთ ამას, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ კრიმინალური გზით აქვთ ერთადერთი შანსი იმისა, რომ რაიმე შეცვალონ ამ ქვეყანაში. სინამდვილეში არანაირი შანსი არ აქვთ და მათ კრიმინალურ ბუნებასაც მხოლოდ ერთადერთი შედეგი მოხვება ხოლმე, ეს არის სამართლებრივი შედეგი. აღიარა ეს ბაჩიაშვილმა, ვიდრე ის გარეთ იყო და ადრეც ამბობდა. დაიწყო მათი დაფინანსება. ყველაფერი ბოლოს მიდის ფულთან და დაფინანსებასთან.
ოპოზიციას გადაუგდო რაღაცა პატარა ნატეხი ამ დიდი ნამცხრიდან და ისინი კმაყოფილები იყვნენ ამით. ახლა ეს ნატეხის გადაგდება არ მიმდინარეობს, მოკლებული არიან ამ შესაძლებლობას და აი ამ ვისი ხელიდანაც იკვებებოდნენ, თუნდაც მცირედით, მისი დაცვის ხასიათზე დადგნენ და მას იცავენ. გიორგი ბაჩიაშვილის ოპოზიციურ არხებზე გამოჩენა, რომ მას შემდეგ დაიწყო, რაც საგამოძიებო უწყებას მის მიმართ კონკრეტულ საქმეზე კითხვები გაუჩნდა, ამას აღნიშნავს საქმის პროკურორიც. მიხეილ სადრაძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს ჩვენება საკუთარი თავის საზიანოდ მისცა. პროკურორი დარწმუნებულია, რომ აპელაციაში პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება. ცალსახა არის ის, რომ ყველა პოზიციას, რასაც ის აქამდე აფიქსირებდა, არა მხოლოდ საჯაროდ მასმედიაში, არამედ სასამართლო დარბაზში და სასამართლოს ხდომებში აბსოლუტურად ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ამ კითხვებზე ის პასუხს არ გასცემდა. შესაბამისად, ეს ადასტურებს შეფასებას და დასკვნას იმისა, რომ დანაშაულებრივი გეგმა მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული და ყველა შესაძლო მოვლენის და განვითარების და სცენარისთვის ის მზად იყო. აქედან გამომდინარე, მას არანაირი პასუხი არ ჰქონდა მათ შორის იმ აღიარების დოკუმენტთან, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი პროპორცია მისივე სიტყვებით, რომ თქვათ, მხოლოდ $1,500,000 ფარგლებში იყო. სწორედ ამას ვედავებოდით და ეს დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეზე პროცესი ხვალ 12 საათზე განახლდება. არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ საბოლოო გადაწყვეტილება ხვალვე გამოაცხადოს. საქალაქო სასამართლოს მიერ კი გიორგი ბაჩიაშვილს უკვე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. დეზინფორმაციული კამპანია ქართულ ბანკის დისკრედიტაციის მიზნით